მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველაფერი კარგად არის თქვენთან. დღევანდელი გაშლა იქნება თემაზე. რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით თქვენ შაფიქრებულ პიროვნებას? რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? რა გეგმები აქვს, რა ფიქრები აქვს საერთოდ ზოგადად განიხილოთ? ჯერ მოდი რომ მივხვდეთ რამდენად თქვენზე რეზონირდება ეს გაშლა, გავიგოთ რა სიტუაციაში ხართ, რა ენერგიებში იმყოფებით, ანუ უпростоრად რა სიტუაცია არის თქვენ შორის ამჟამად. ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორი, თქვით მისი სახელი და გვარი და გავიგოთ რა სიტუაციაში იმყოფებით, რა ურთიერთობა გაქვთ ამჟამად თქვენ და თქვენ ჩაფიქრებულ პარტნიორს. აქ რა ხდება, იცით მეგობრებო, აი პირდაპირ ვიტყოდი იმას, რომ ძალიან სიშორია თქვენ შორის, პირველ რიგში შეიძლება დისტანცირებული ურთიერთობა, შეიძლება გზაზე, ანუ ძალიან შორს ცხოვრობთ ერთმანეთისგან, ან უბრალოდ ესე მენტალურად შორს ხართ ერთმანეთისგან დაპაუზებული ან დაშორებული ურთიერთობები რომ არის ხოლმე და ამ ურთიერთობაში საკმაოდ დიდი გამოღვიძება ამჟამად. ურთიერთობაში იყო ძალიან ბევრი ტყუილი, ძალიან ჩახლართული ისეთი გაურკვეველი სიტუაციები, შეიძლება ისეთი, იცი როგორი სიტუაციაც იყო, ანუ აუხსნელად რომ წავიდე და გაიპარა ურთიერთობიდან ადამიანი, მაგრამ აქ პირდაპირ ხმლების მეფე ამოდის, თვითონ ის ადამიანი ეხლა უფრო მისი ენერგიები გამოჩნდა ამ ურთიერთობაში, საკმაოდ ბევრს აანალიზებს და ფიქრობს, რაღაცა გაანალიზე თითქოს ამდენი ფიქრისგან უკვე და ну მოკლედ აი ესეთი ურთიერთობა და ესეთი სიტუაცია ვისაც გაქვთ თქვენ შაფიქრებულ პიროვნებასთან რეზონირდება უფრო მეტად თქვენზე. ფიქრი არის ამ ურთიერთობაში დაბალანსებაზე, ნამდვილად და სტაბილურობაზე, მაგრამ ამჟამად აი ესეთი სიტუაცია არის. კარგი. რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? თქვენთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს ამ ადამიანს? რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით? და რა ფიქრები აქვს თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას? ფონი აქვს ისეთი ამ ადამიანს, რომ რაღაცის მოლოდინის რეჟიმშია, თითქოს ადამიანი სწორ დროს რო ელოდება, თითქოს აი როდის რა იმოქმედოს, ხო? ამ ურთიერთობაში, როგორც წეგან აღვნიშნე, ძალიან დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. ტრანსფორმაცია არის, ფიქრობს, რომ ეს ადამიანი ფიქრობს ნამდვილად ნაბიჯებზე, მაგრამ ჯერჯერობით საკმაოდ ისეთ ილუზიებშია და როგორ გითხრათ, აი წარმოუდგენია ეს ყველაფერი, აი როგორ გადმოდგამს ნაბიჯებს, თქვენ მისთვის ხართ ქალი სტაბილურობა, ფიქრობს, რომ მაინც სტაბილურად ხართ მის ცხოვრებაში, მაინც ქალი სტაბილურობა, თავდაჯერებულობა, აი ახლა ასე გიყურებთ ეს ადამიანი თქვენ, ძალიან კამაყოფილი თავისი ცხოვრებით, ესეთ ქალად აღგიქვავთ, თქვენი შემოსავალიც გაქვთ, თქვენი თავიც მოგწონთ ძალიან და თითქოს აღარ საჭიროებთ სხვა ზედმეტ ვინმეს. აი ესეთ ენერგიებში გხედავთ ამჟამად და ეს ადამიანი ფიქრობს მოქმედებებზე, ფიქრობს რაღაც იყურება თქვენსკენ არჩევანზე, ფიქრობს რაღაცებს, გეგმავს ნამდვილად თქვენთან დაკავშირებით,
მაგრამ ეს ყველაფერი არის შეიძლება სიზმარში ნახულობს ხოლმე, ან ესე წარმოუდგენია უბრალოდ, რომ აი ასე ვიზავ, ისე ვიზავ, ჯერჯერობით ტრანსფორმაციის პერიოდშია, ცვლილებების პერიოდში ეს ადამიანი და აი ესე პირდაპირ და ნამდვილად ჯერჯერობით არაფერს არ მოქმედებს, თუმცა აქვს ნამდვილად ეს ყველაფერი თავში უტრიალებს. კარგი. კიდევ ერთხელ ვიკითხოთ. რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით, თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით? ეს ძალიან როგორც სიგნიფიკაციაში ამოვიდა, ეს ადამიანი გეუბნებით მეგობრებო, ვიღაცასთან აი ესე რეზონირდება, ვისაც გაქვთ ესეთი სიტუაცია, რომ ყველაფრის აუხსნელად, ჩუმად წავიდა, დაგტოვად, არაფერი გითხრათ, ხო? ეს ადამიანი ფიქრობს რაღაცის ან მოწერას, ან საუბრის გაგრძელება, საუბარს თქვენთან კომუნიკაციას ფიქრობს, რაღაცის ისევ თავიდან დაწყებას, შენებას რაღაცას თქვენთან ერთად, მაგრამ ეს ჯერჯერობით აქვს ფიქრებში. ძალიან დიდი გაურკვევლობა აქვს ამ პიროვნებას გონებაში, ანუ რაღაც ესეთი ვფიქრობ, რომ ესეთი მენტალური პრობლემები აქვს ამ ადამიანს ძალიან. ამდენი ფიქრისგან, აი, იცით როგორ მდგომარეობაშია? აი, ამ ელემენტარულ სიტუაციაზეც უკვე ფიქრობს იმდენს, რომელი ჯობია, გულით კი უნდა რომ მოგწეროთ, მაგრამ ცოტა გონება აჩერებს, იმიტომ რომ ხვდება თავის პრობლემას, ისე უჩუმრად გაიპარა თქვენგან, რაღა უნდა გითხრათ არ იცის. ამიტომ თუმცა ვფიქრობ, რომ საკმაოდ აი ამ საქციელმა, რაც თვითონ გააკეთა, საკმაოდ ბევრი აფიქრა, ჩამოაყალიბა და თვალად ისე ბავშვურად და ისიც აღარ არის, ანუ არ ამართლებს თავის საქციელს რა, ამის თქმა მინდა და ამიტომ უჭირს მოწერა. მოწერაც კი უჭირს ამ პიროვნებას. კიდევ რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით, თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას? რას გეგმავს, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ? რას გეგმავს მეგობრებო და გეგმავს იმ ყველაფრის განულებას, რა მდგომარეობაშიც ახლა ხართ. აი სიტუაცია თქვენ შორის არის ძალიან აი იცით როგორი გამომშრალი, ეს სიტყვა მომდის, რაღაცნაირად აი გამოფიტული, ორივე ძალიან ვერ გრძნობთ თავს კარგად. უნდა აი ამ ყველაფრის განულება მეგობრებო ძალიან სწრაფად, უნდა რომ ბედნიერება შეიგრძნოს თქვენთან ერთად და უნდა რომ აი რაღაცა ისეთი სერიოზულობისკენ წავიდეს ეს ურთიერთობა. მართალია კი ფონი გაქვთ ისეთი რომ გატრიალებულები ხართ ამ ურთიერთობიდან ორივე ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი, მაგრამ ამის უკან აქვს ძალიან ისეთი ემოციური ფონიც ამ ყველაფერთან ერთად მეგობრებო, რომ ვეღარ ითმეს, ძალიან ცუდად გრძნობს თავს და ფიქრობს, რომ დაამთავროს, გაანულოს ეს მდგომარეობა და მთელი ესეთი ენერგიით და სისწრაფით წამოვიდეს თქვენსკენ ნაბიჯებით. კიდევ რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, ვინც ახლა ჩაიფიქრეთ და ვიზეც ახლა ფიქრობთ, რას გეგმავს და რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? გეგმავს ეს ადამიანი, ჯერ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აი
ძალიან მარტოსული, განდეგილი ადამიანია, მარტოობაში იმყოფება, არავისთან ლაპარაკი და არავის დანახვა არ უნდა საერთოდ და ძალიან მონატრება აქვს თქვენს მიმართ. ფიქრობს ახალ შანსზე, ახალ დიდ შანსზე უკაცრავად და ფიქრობს ურთიერთობის დაბალანსებაზე, იმით რომ მოვიდეს თქვენთან, აქვს ამ ადამიანს რაღაც ის დაბალანსების სურვილი, შეიძლება ამ ყველაფერზე საკმაოდ იცით როგორი მომენტია აქვს, აი შეიძლება ვინმეს ესაუბრება, აი რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, ან შეიძლება ღმერთთან ესე ღმერთო მიშველე, აი რა გავაკეთო, ესე ან ლოცულობს ხოლმე, აი რაღაც ეს მომენტი აქვს ამ პიროვნებას ნამდვილად. და ფიქრობს ახალ შანსზე ამ ურთიერთობაში, მოსვლაზე თქვენთან მოსვლაზე კი. აქვს ეს ფიქრები ნამდვილად. ამებს გეგმავს ეს პიროვნება და რომ დაბალანსდეს თქვენი რაღაცა ჰარმონია ჩამოყალიბდეს თქვენს ურთიერთობაში. კიდევ ერთხელ ვიკითხავ თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, მოდი ამას ავიღებ. და ისე ვიკითხავ. თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, ვინც პირველად მიყურებთ, მეგობრებო, ვიტყვი რომ ვარიანტები ესე არ მაქვს, მაგრამ და იგივე კითხვას ბევრჯერ ვსვამ, რომ ვინც მიყურებთ, რეზონირდეს ყველაზე. ну, შეიძლება ყველაზე არა, მაგრამ უმრავლესობაზე. კიდევ რა ფიქრები და გეგმები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით? ვაუ. არსებობს. აი ეს ჩვენი ხლების მეფე სულთან რა დაყვება. მოკლედ ძალიან ტყუილად კი არ ფიქრობს და ტყუილად კი არ არის მარტოობაში მეგობრებო. ძალიან ცუდად გრძნობს და დეპრესიაშია ეს პიროვნება. ბევრს ფიქრობს იმას, რომ თქვენ ხართ ეს ადამიანი, ან თქვენი ყოფილი პარტნიორია, ან მეუღლე, ან მისი მეუღლე იყავით, ან თვლით ამათ, რომ თქვენ მისი მეორე ნახევარი უნდა გახდეთ, მისი ოჯახის წევრი, მისი მეუღლე, თქვენს ეს ადამიანი, მის ცხოვრებას ანათებთ ჩვეულებრივად, მისთვის ყველაფერი ხართ, აი ესე ვიტყოდი ერთი სიტყვით, ეხლა რო არ ჩამოვყვე, სათითაოდ ესახართ, ისახართ მზე იმპერატრიცა და 10-იანის პენტაკლები, თქვენ მისთვის ხართ მთელი ოჯახი და ადამიანი, რომელიც ავსებს მას და ოჯახურ სიმყუდროვეს აძლევს. თქვენ მის ცხოვრებას აიყურეთ, ეხლა მისი ცხოვრება როგორი უფერული და მოღრუბლულია და ცივია და თქვენ მის ცხოვრებას როგორ ათბობთ, ანათებთ და სიცოცხლე შემოგაქვთ მის ცხოვრებაში. ამიტომ ხართ ყველაფერი მისთვის და მის ცხოვრებაში. მისი ოჯახის წევრი ხართ და გთვლით, რომ თუ ხართ უკვე მისი შვილების დედა, ესე გთვლით, რა თქმა უნდა და ხართ, და თუ არ ხართ, ფიქრობს, რომ უნდა იყოთ თქვენ მისი შვილების დედა და მისი მეორე ნახევარი. ეს ბოლო ძალიან მომეწონა. დაგემშვიდობებით, მეგობრებო, ახლა 7 ღამეს გისურვებთ. აი ამ ბოლოს ახდენას გისურვებთ ყველას. იმიტომ რომ ეს მართლაც საოცარი და სანატრელია, რაც ახლა ამოვიდა. წარმატებებს გისურვებთ და შეგახსენებთ ჩემს საკონტაქტო ნომერს 591-16-33-35, ეს ესენა დავხტებო. ძალიან მომეწონა. WhatsApp-ზე ან Viber-ზე დამიკავშირდით, მეგობრებო, დროებით